თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მთავარი რეგიონული ჰაბია, რომელიც ამიერკავკასიის ქვეყნებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილთან აკავშირებს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყოველწლიურად იზრდება როგორც მგზავრთა ნაკადი, ასევე სატვირთო გადაზიდვების მოცულობა, რის გამოც აეროპორტის სტრატეგიული მნიშვნელობაც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია რეგიონში. თბილისის აეროპორტიდან ყოველდღიურად სრულდება როგორც რეგულარული, ისე ჩარტერული რეისები. 2025 წელი საქართველოს ავიაციისთვის უპრეცედენტოდ წარმატებული იყო. სამივე საერთაშორისო აეროპორტი ჯამურად 8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 14%-იანი ზრდაა, ხოლო რეისების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა. დღეს უკვე 85 ავიაკომპანია ოპერირებს 125 მიმართულებით. ეს შედეგი პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს როგორც საავიაციო სექტორის განვითარებას, ასევე ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო დაკავშირებადობის გაძლიერებას. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ძირითადი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო 5 წელში მგზავრთნაკადი გაორმაგდა, რაც მიუთითებს, რომ არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურ დატვირთვაზე მუშაობს. მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 5.400.000 მგზავრს მოემსახურა, რაც ისტორიული მაქსიმუმია საქართველოში თბილისის აეროპორტისთვის. ქვეყნის მზარდ დაკავშირებადობას ადასტურებს ტურიზმის რეკორდული მაჩვენებელიც. ამ ფონზე ვაზიანის ახალი აეროპორტის ამოქმედებამდე სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი გახდა არსებული ინფრასტრუქტურის განვითარება. სწორედ ამიტომ მთავრობამ TAV Georgiasთან ერთად, რომელიც ფრანგული სახელმწიფო კომპანიის Group ADP-ის წევრია, წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. TAV Georgia უკვე 20 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოში და 230 მილიონ დოლარზე მეტი აქვს ინვესტირებული. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება არის საჯარო და კერძო ინტერესების წარმატებული სინერგიის მაგალითი და ეს ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის როგორც რეგიონული ჰაბის პოზიციონირებისთვის და უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია საქართველოს საავიაციო ინდუსტრიაში. პროექტის ფარგლებში ტერმინალი დაახლოებით 50%-ით გაიზრდება, როგორც გამგზავრების, ისე ჩამოფრენის ზონებში. შედეგად გამტარუნარიანობა გაორმაგდება და მგზავრთნაკადი 10 მილიონს გადააჭარბებს. გაიზრდება სადგომები, საპარკინგე სივრცე, დაემატება კომერციული ობიექტები, საბავშვო ზონები და სხვა სერვისები. ასევე გაძლიერდება მარკეტინგული მხარდაჭერა ახალი ავიაკომპანიების მოსაზიდად. ამასთან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამჯერ გაიზრდება სახელმწიფოს წლიური შემოსავალი. უნდა ითქვას, რომ ეს პროექტი არა მხოლოდ ოპერაციული შესაძლებლობებს გაზრდის, არამედ ხელს შეუწყობს როგორც დასაქმებას, ასევე ეკონომიკურ მზრდას და ქვეყნის მდგრად განვითარებას.